ვიზა ლიბერალიზაცია ლიბერალური ფაშიზმის სანაცვლოდ. ამ რეალობის წინაშე დაგვაყენა ჩვენმა უსტრატეგიული სხვა პარტნიორებმა. მოკლედ ევროკომისიამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების თავისასარიდებლად რამოდენიმე რეკომენდაცია გასცა. ეს რეკომენდაციები მოიცავს საქართველოს ხელისუფლების მოწოდებას. პირველი, გააუქმონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რადგან NGO-შნიკებს უკვე მოშივდათ. ხო, ცნობისთვის საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პროექტი. ასევე შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომ სრულად იქნას დაცული LGBT პირების უფლებები. ესე იგი, ჩემოძვირფასებოდ, რო გვაქვს აგვისტოს ბოლომდე, ანუ აგვისტოს ბოლომდე რომ არ დავკარგოთ ეიფელის კოშკთან ფოტოს გადაღების შანსი, თბილისში უნდა მოვარტყათ კაი პიდარ პარადი. აი ისე, რომ ამსტერდამსაც რომ არ ახსოვდეს ისტორიის მანძილზე. ცნობისთვის აღმოსავლეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყნება უარი განაცხადეს LGBT პრაიდებზე და ერთსქესიან დაქორწინების დაკანონებაზე. მაგრამ ისინი უპრობლემოდ მიიღეს ევროკავშირში, მათ შორის პოლონეთის, რომელიც გვერდჩის და მოთავეა ამ ბინძური კამპანიის. ჩვენთან გაუგებარია რა ართულებს ამ პროცესებს, თუმცა ბოლოს გეტყვით, რომ იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა სახელმწიფოები უარს აცხადებენ საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე და იქვე დასძინეს, რომ ეს ზიანს მიაყენებდა საქართველოს მოქალაქეებს. ანუ პოლონეთს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.